ბრუსელშიც, რამაც მე ვიცი, შეიკრიბა ჩელნატიკური ალიანსის საბჭოს ხდომა იმართება, რომელსაც უნდა მოყვეს ნატო-რუსეთის თანამშრომლობის საბჭოს ხდომა, ასე ვთქვათ, უკვე მინისტრების თუ არ ვცდები, საქართველოს მინისტრების დონეზე და საკმაოდ მწვავე და საკმაოდ ასე ვთქვათ, საინტერესო დეკლარაციას და მიღებას აპირებს ჩელნატიკური ალიანსი უკრაინაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. და ამის ფონზე კიდევ სიტუაცია კვლავ ძალიან გართულდა თვითონ უკრაინის მიმართულებით. უკრაინაში ან დონეცკის რაიონული ადგილობრივი მმართველობის ორგანო იქნა ფაქტიურად შტურმით აღებული და ფაქტიურად არ მიეცა ახალ დანიშნულ გუბერნატორს თავისუფლება მოსახლეობა შეესრულებინა, ანუ ფაქტიურად გარკვეულწილად ეპიცენტრი, გრავიტაციის ცენტრი თანამშრომლობით გადადის უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებისაკენ. თვითონ ყირიმშიც საკმაოდ რთული ვითარება, როგორც რუსული მასმედიის წყაროები ავრცელებენ და ახლობლად ყირიმში არსებული დისლოცირებული 34 სამხედრო ნაწილი და 23 გადავიდა ყირიმის ასე ვთქვათ ადგილობრივი მმართველობის დონეზე, მხარეზე და რჩება მხოლოდ ესე ვთქვათ ალყაშემორტყმული უკრაინის სამხედრო ძალების შტაბ-ბინა, ასევე რამდენიმე ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის თორე ბალაკლავაში დისლოცირებული უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების რამდენიმე საზღვაო გემი, მათ შორის ერთი წყალქვეშა ნავი და თვითონაც ასე ვთქვათ სიტუაციაც ასე არის ერთგვარად მიჯნის ზღვარზე. ანუ ის გარემო და ის ინფორმაცია რომ თითქოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება რომ რუსეთის ფედერაციის ჯარებს უკან დაეხიათ, ანუ დაბრუნებოდნენ ის ყველა ადგილას, არ გამოდგა ასე ვთქვათ მართალი. პირიქით სიტუაცია კვლავ უფრო იძაბება, შედის უკვე გარკვეულწილად დაძაბულობის ერთგვარად პიკის ზღვარზე მიდის და შესაბამისად აი ასეთ ვითარებაში